ბანდა ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენელი პირი, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოაწონოს თავი, რათა ამ უკანასკნელმა, ბიძინა ივანიშვილმა ის დატოვოს თანამდებობაზე, რათა მერე უკვე ამ პირმა ბევრი და ბევრი მოიპაროს, ან მოაპარინოს სხვებს და მერე რომელიღაც ეტაპზე ეს სხვების მიერ მოპარული და იბრუნოს თუ მიითვისოს თუ გაიფორმოს თუ ასე შემდეგ. მოკლედ, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტად წოდებული თავყრილობის, ხუნტის თავყრილობის, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული პირი, ბევრ სისულელეებს ჩმახავს ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში კიდევ საკუთარივე რეკორდები მოხსნა. მაგალითად, ამბობს ამგვარ რამეს. ამ NGO-ებმა თავადვე აღიარეს, რომ ეს ორგანიზაციები არიან დემოკრატიის მტრები და მათი მიზანი არის მათ შორის ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისთვის საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა. ამ განცხადებას ცხადია ყურადღება არ მივაქცევდით და არც ვაქცევთ. ეს ერთ-ერთია იმ ბოდვათა შორის, რომელსაც გვთავაზობს. მეორეა, ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია მოიხსნა ვარდისფერი სათვალეები, რომლითაც უყურებდა სამყაროს და ევროპას. ყველამ დაინახა, რომ ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს. ოკეი, თქვათ ასია, დავუშვათ რომ პაპუაშვილი რუსი არის მართალი. მას კითხვა დავსვათ ამგვარი. 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ, ნაჩალნიკმა შალვა პაპუაშვილისა და ქვემდებარემ ბიძინა ივანიშვილისა, რატომ წარმოთქვა მაშინ ეს სიტყვა, რომ ჩვენ შევაჩერეთო ევროკავშირში, კი არ დავასრულეთო, არამედ შევაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო, თუ ეს არ არის წმინდანების თავყრილობა, მაშინ რატომ ამბობენ ეს ბანდიტები, რომ 2030 წლისათვის საქართველოს 28 წლისათვის, 29 წლისათვის საქართველოს იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ მათეული გაგებით არაწმინდანების თავყრილობაში მიგვეკაჭებიან, ხო, იქ გვეპატიჟებიან, იქ მიგვათრევენ, თუ არ არის, მაშინ საბოლოოდ და ღიად თქვან უარი, რაც რა თქვა მის აქვთ პრინციპში, მაგრამ ამას არ აღიარებენ, რომ ევროკავშირში როგორც არაწმინდანების თავყრილობაში ისინი არ მიდიან თავყრილობისაკენ, ისინი არ მიდიან. მას სად მიდიან ამ კითხვას დავუსვამთ. ცხადია და ახლაც ვეკითხებით, თუ არ მიდიან ევროკავშირისაკენ, შესაბამისად რამდენადაც სამყარო, მოდით უგდებავთ ასე ვიტყვი, ორცენტრიანია, ორი გეოსტრატეგიული ცენტრი არსებობს. ერთი არის დასავლური სამყარო და მეორე არადემოკრატიული სამყარო, ბოროტების ღერძი რუსეთი, ბოროტების ღერძი ირანი, ბოროტების ღერძი ჩრდილოეთ კორეა, ბოროტების ღერძი პეკინიც მეთქი, ასე ვიტყვი. ხო, ესე იგი შესაბამისად ისინი მიდიან ბოროტების ღერძისაკენ, თუმცა თავად კი არ ამბობენ ამას, არ აღიარებენ და ბოროტების ცენტრად სულაც არ მოიხსენიებენ ჩინეთსა თუ რუსეთსა თუ ირანს. აი, ჩრდილოეთ კორეას მოიხსენიებენ თუ არა, ეს შეიძლება მოიხსენიებენ კიდეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოლო კი არა, არასდროს არ შეგვინიშნავს მათი განსაკუთრებული ან რამენაირი ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან, მაგრამ არ გამორიცხოთ, ბატონებო. მოკლედ, პაპუაშვილი, კობახიძის არ იყოს, ხვების არ იყოს, ბოდავს და ბოდვაზე ამატებს და აი ახლა ერთი ბოდვის თაობაზე უნდა გესაუბროთ და ძალიან საინტერესო პასაჟები უნდა შემოგთავაზოს, მოსაზრებები უნდა გაგიზიაროთ ჩემ. 2026 წლის, მომავალი წლის ბიუჯეტი სწორი მიმართულების ასახვა, ქვეყნის სწორი მიმართულების ასახვაო, ამბობს პაპუაშვილი რუსი, თავის დროზე ბრიუსელისათვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს სადარდებელი ის გვექნებოდა ომისაგან დანგრეული ქვეყანა, როგორ აღგვედგინა. ეს თავის დროზე იგულისხმება 2022 წლიდან, 22 წელს, 23 წელს, 24 წელს, 25 წელს. მათ რომ დაეჯერებინათ ბრიუსელისათვის, რომელიც მისი გაგებით, მისი დეზინფორმაციის, რუსული დეზინფორმაციის მიხედვით, ბრიუსელი თუ ვაშინგტონი, მოკლედ დიპ სტეითი თუ გლობალური ომის პარტია, თუ ცალკეული პირები, თუ ბიუროკრატია, თუ ცალკეული ჩრდილში მყოფი ადამიანები, თუ არ ვიცი, მასონები, თუ ილუმინატები, ჩვენ გვექაჩებოდნენ და გვავალდებულებდნენ ომის დაწყებას, რაც ტყუილია, იცით თქვენ, მაგრამ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ცოტა ხანი და მე უკვე სხვა თემაზე გავამახვილებ ყურადღებას ამ საკითხზე, მაგრამ სხვა მიმართულებით. უყურეთ, ესე იგი, ესენი ამბობენ, რომ ბრიუსელი ეკაჩებოდა საქართველოს ომისაკენ. ეს არის ტყუილი. ვერც ერთ
დაბალ ჩინოსანს, საშუალო ჩინოსანს, მაღალ ჩინოსანს, გადაწყვეტილების მიმღებ პირს, კულისებში მყოფ პირს ვერავის, ვერც ერთ ჯონ სმითს ვერ დაგვისახელებს, ვერც ერთი მათგანი, ანუ პაპუაშვილი და ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეული ვერც ერთი პირი, ვინც თუნდაც ირიბად, თუნდაც შეფარვით, თუნდაც არაპირდაპირ რომელიმე მათგანს უთხრა შემდეგი სიტყვები, რომ თქვენ უნდა ჩაერთოთ ომში. ამგვარი სიტყვა, ამგვარი ადამიანი დედამიწის 8 მილიარდზე მეტი მოქალაქიდან არ არსებობს. 500 მილიონიან ევროპაში ვერ ნახავთ მაგალითად 50,000 პირია, ესეც ბევრს ვამბობ, რომელსაც თეორიულად შეიძლებოდა ჰქონოდა რამ სახის კომუნიკაცია შალვა პაპუაშვილთან, აი სტაფერის მოადგილის გარებიძაშვილის ნათესავი, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება, ხო, საღად ბრიუსელის ცალკეული თანამდებობის პირისა. ხო, ისიც კი ვინმე ჯონ სმიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არ არსებობს ვინც ამას ეთყოდა თუნდაც იმეილის საშუალებით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ მე მოუწოდებ შალვა იარუს პაპუაშვილს გაასაჯარონ გვარსახელები იმ პირებისა, ვინც ერთხელ მაინც თუნდაც შეფარვით უთხრა, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში. ორი ამგვარი პირი, გულახდილად გეტყვით, არსებობს, რომელსაც ასე პირდაპირ ომი, როგორც ასეთი, რამდენადაც მახსოვს და სწორედ მახსოვს, არ უხსენებია, არც ერთი მათგანი არ არის ევროპელი, არც ერთი მათგანი არ არის დასავლელი, არც ერთი მათგანი დღეს მოცემულ ეტაპზე არ არის უკრაინის ხელისუფლების სათავეში ან სათავეებთან ან კულისებში. ეს არის უშიშროების საბჭოს საწუხე ყოფილი მდივანი უკრაინისა, ომის შემდგომ პერიოდში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბატონი დანილოვი და აგრეთვე ზელენსკის ყოფილი მრჩეველი, ახლა პოპულისტი და რუსული თამაშით დაკავებული არესტოვიჩი, რომლებსაც თავის დროზე 2022 წელს მართლაც აქვთ ნათქვამი ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის თაობაზე, თუმცა კონტექსტუალურად თუ ჩავხედავთ იმ ორივე მათგანის განცხადებებს, თუმცა აქ იგითხარით, რომ არც ერთი აღარ არის და გადაწყვეტილების მიმღებები ისინი არც არასოდეს ყოფილან, ეს იყო რაღაც ინტერვიუს დროს გამოთქმული მოსაზრებანი და ამგვარი მოსაზრებანი არ შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალური კიევის პოლიტიკად, არ შეიძლება მივიჩნიოთ ოფიციალური კიევის პოლიტიკად, ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკად, რაღაც ცალკეული კერძო აზრები, პერსონალური მოსაზრებები ამასთან და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხო, მაგრამ იქაც კონტექსტუალურად უნდა გავაანალიზოთ. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო 22 წელს დასაწყისში თებერვლიდან 24 თებერვლიდან უკრაინა, რომ რომელიმე მათგანს ან სხვას თუნდაც რომ წასცდენოდა, რომ მეორე ფრონტი თუ იქნება და ამას ამბობს სწორედ დანილოვი, რომ თუ მრავალფრონტალური იქნება შეტევა, მოდი წინააღმდეგობა სხვა დროს უნდა ვიხმარო, სხვა კონტექსტში ეს სიტყვა და ამიტომ ამ სიტყვას ახლა მოვერიდები, თუ მრავალფრონტალური იქნება წინააღმდეგობა კი არა, შეტევა რუსეთზე, შესაბამისად რუსეთი უფრო მალე, არა, აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ უფრო მალე დამარცხდება. ამბობდა დანილოვი და არესტოვიჩს დაახლოებით ამგვარი რამ აქვს ნათქვამი, თუმცა არესტოვიჩი, აქ იგითხარით, რომ უკვე შემდგომ გამოჩნდა, რომ ის არის რუსეთის პირდაპირი და არა ირიბი აგენტი, ახმიანებს და ახმოვანებს რა იმ მესიჯებს, რომლებიც შემუშავებულია სწორედაც რომ მოსკოვში, კრემლში თუ ლუბიანკაზე. მოკლედ, და ეს ხელზე დაიხვია პაპუაშვილმა რუსმა და არა მხოლოდ პაპუაშვილმა რუსმა, არამედ ამათმა რუსულმა პროპაგანდამ ქართულენოვანმა მეტწილად და ამას ატრიალებენ, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ვერც ერთს შეერთებული შტატებიდან, ვერც ერთს ევროპკავშირიდან, ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან, ვერც ერთ დაბალ ჩინოსანსაც კი პაპუაშვილი რუსი ჩვენ ვერ დაგვისახელებს, ვინც ოდნავ მაინც, ირიბად მაინც, არაღიად მაინც ამბობს იმის თაობაზე, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას და შესაბამისად ომისაგან დანგრეული ქვეყანა გვექნებოდა და ქვეყანა როგორ აღგვედგინა ამაზე სადარდებელი გვექნებოდა თუ საფიქრიო, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ომი აქ ვერ დაიწყებოდა მათ შორის. ვერ დაიწყებოდა იმიტომ, რომ რუსეთს კარგად მინდა ავხსნა, აქ ერთხელ რუკა გავხსედი რამდენიმე დღის წინ და იმ რუკას აღარ დავეყრდობ, იმიტომ რომ ის გვარიანად შელახულია, მაგრამ მოკლედ რუსეთს აი ამ ვეება სახელმწიფოს არ შეუძლია, ეს არის რუსეთი, ხო, პირობითად. აი ეს არის პირობითად ლაპარაკობ ის ფრონტის ხაზი, ხაზია ესე პირდაპირ არ უნდა წაიგითხოთ, ეს არის დაახლოებით 1500 კილომეტრი, რომელშიც არის, ხო, რუსეთი ფრონტის ხაზის სწორედ ამდენ კილომეტრზეა გადაჭიმული და რუსეთს ამ ფრონტის ხაზის მომარაგება, ლოჯისტიკა, მენეჯმენტიც კი უჭირს და ბუნებრივია, რომ ამ ფრონტის ხაზიდან სამხრეთით თუნდაც 300 კილომეტრიანი ფრონტის ხაზი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში და უკვე ეხლა მივადექი ამ სიტყვას, ბუნებრივია რუსეთი ვერ შეინარჩუნებდა და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევდა
რუსეთის სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში თუ წინააღმდეგობას პაპუაშვილები, ყობახიძეები და ჩვენი ჯარისკაცები კი გასწევდნენ რა თქმა უნდა და გასწევენ კიდეც საჭიროების შემთხვევაში გასწევდა პაპუაშვილი ანუ ბიზინია და თუ შეეწინააღმდეგებოდა დიახ რუსეთს ახლაც კი უჭირს 1300 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის შენახვა, ფრონტის ხაზის ლოჯისტიკა, ფრონტის ხაზის მომარაგება და თუ აქ კოლაბორანტები არ იქნებოდნენ და კოლაბორანტობის თვალსაჩინოებაა პაპუაშვილი, თუ კოლაბორანტები არ იქნებოდნენ, ანუ თუ ჩვენ ტოტალურ წინააღმდეგობას დავახვედრებდით მომხდურ რუსეთს, ბუნებრივია რუსეთი აქაც გაგიკვირდებათ და დამარცხდებოდა ეს 2008 წელს ჭყალებში ისიც გაუიოლდა, როდესაც ის ერთ ფრონტზე ის იბრძოდა და მთელი 58 არმია შემოგვასია და ისიც ნახეთ და წინააღმდეგობა დახვდა თუნდაც 5 დღიანი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ ყოვლისა ხრიდან თუ მიერ და იქაც ვერ მიაღწია საწადელს რუსეთმა, იმიტომ რომ მას გაუჭირდებოდა თბილისში შემოჯლიგინება კიდევ უფრო მეტი ძალები რომ ჩაერთოს საბრძოლო ოპერაციებში, მაგრამ შენარჩუნება კი ნამდვილად გაუჭირდებოდა. ახლაც კი აი ღევადილი მდგომარეობით, ოღონდ პაპუაშვილი თუ არ იქნებოდა ხელისუფლების სათავეში და პაპუაშვილი ცხადია ვერ იქნებოდა ხელისუფლების სათავეში. 2012 წლიდან ბიზინია და ვერ მოვიდროა თუ ბიზინა ივანიშვილის პატრონები 2008 წელსვე მიაღწევდნენ გარკვეულ წილად საწადელს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები იქნებოდა დღესაც მე კი აკითხარით, იმიტომ რომ არ დავთმობთ სალსა კლდეებსა, სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ეს არის ჩვენი გენში მეთქი ასე ვიტყვი, ან უნდა იყოს თუ გნებავთ გეტყვით ასე და რაღაცა ბევრ თქვენგან შესაძლოა არ მოსწონს პოეტიკის ცალკეული ნიმუშების მოშველიება ჩემს ჯელობაში, ახლა სხვაგვარად დავასაბუთებ და კვლავ ვახსენებ სიტყვას წინააღმდეგობა. დიახ, ახლა დავფიქრდი კი არა, კარგახანია ვფიქრობ, რა აქვთ ნათქვამი, თეორიულად მაინც რა აქვს ნათქვამი, რომელიმე არა მაღალ, არა საშუალო, არამედ დაბალ ჩინოს ან წყულისებში და ისიც ყურში ვინმე პაპუაშვილისთვის თუ ყობახიძისთვის რაც გულისხმობენ ესენი, ანუ რუსები, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ დასავლეთი გვაიზულებდა, გვავალდებულებდა, რომ ჩავთულიყავით ომშიო. რა სიტყვა იხმარა ვინმე ჯონ სმიტმა ვაშინგტონიდან იმეილის თუ სატელეფონო ზარის თუ დროს თუ უშუალო შეხვედრის პაპუაშვილთან თუ ყობახიძესთან რა სიტყვა იხმარა განა ისეთი, რომ თუ ესენი არ არიან რუსეთის აგენტები, ერთ წამს დავუშვათ, თუ ესენი არ არიან რუსეთის აგენტები, აი ამ სიტყვისა და გამო ავარდნენ ასე დაგოიმდნენ, ასე გაატრანსფორმირეს, ტრანსფორმირება მოახდინეს ამ სიტყვისა და მე უკვე რუსული ჩარჩოების, ინსტრუქციების თანახმად თქვენს რომ ეს არის სწორედაც რომ ომში მიპატიჟება საქართველოსიო და მე აი ამ რაღაც მრავალთვიანი შეიძლება ხმამაღლა თქვამია, მაგრამ გარკვეული ფიქრის შემდეგ მე მივედი ერთ ვერსიამდე თეორიulis 37-ჯერ თეორიულად თუ დავუშვებთ იმას, რომ ვინმე ჯონ სმიტის, მოდი ესე ვიტყვი, ვინმე ჯონ სმიტის კი არა, ბაიდენი, აი ბლინკენის მოადგილის, კიდევ ერთ მოადგილეს. აქვს ნათქვამი რამ ვაშინგტონიდან პაპუაშვილისთვის, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც მაგალითად საელჩოს თანამშრომელს ყურში, ჩურჩულით, ხმადაბლა და ასე შემდეგ დაივიწყეოთ ან ისე მიაყოლა, ეს სიტყვა არის წინააღმდეგობა. დიახ, კითხვა შეიძლება მართლაც დაისვა. გაუწევთ თუ არა, ნახეთ, როგორი ფორმულირებაა, გაუწევთ თუ არა წინააღმდეგობას რუსეთს ამ უკანასკნელის გამატებითი გაავების, დამატებითი არაადეკვატურობის და ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს მორიგი დაპყრობის მცდელობის შემთხვევაში თქვენ შალვა პაპუაშვილო იმხანად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ეხლაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა, თქვენ ირაკლი ყობახიძე, თქვენ ირაკლი ღარიბაშვილო, თქვენ ბიზნია იმანიშვილის წარმომადგენლებო და ასე შემდეგ და თუ ერთი წამით კვლავ ვიმეორებ, ჩვენ დავუშვებთ იმ თეორიას, იმ ვერსიას მივიღებთ ხედველობაში დავეყდობით და გავითვალეცინებთ, რომ პაპუაშვილი არ იღებს ინსტრუქციებს მოსკოვიდან, ივანოვისგან და პეტროვისაგან და ის ოხ როგორი პატრიოტია, ვიძიწელი ანუ თურმე აქაო და შესაბამისად
თეორიულად ისიც შეიძლება იყოს ასმული კითხვა, ისიც კითხვა და ისიც ჩუმად და ისიც ძალიან ფრთხილად და ისიც ძალიან დიპლომატიურად კი, მაგრამ რო შემოვიდნენ რუსები ემან და ყველგან შედიან მთელი საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა და თქვენთანაც 24 ფებრვარი უკვე გადავლილია მაგალითად მარტის თვეა 2022 წლისა თქვენთანაც რომ შემოვიდნენ თქვენ შეიარაღებულ ძალებს მსგავსად წინა პრეზიდენტის წინა ხელისუფლებისა უბრძანებთ თუ არა რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა რომ მე ჩვენ ანუ დასავლეთი გადაეწყოს და იქნება და ახლაც შევაჩეროთ ომი იმიტომ რომ რუსეთის გამარჯვებითი ომის დაშვება პაბედანოსნაია ვაინა გამარჯვებითი ომის დაშვება და რუსეთის გამარჯვება მოკლედ დაუშვებელია და ჩვენ არ დაუშვებთ არც ფაგორიან საქართველოში და არც გავაკებულ უკრაინაში აი შედარებით ფართო სივრცეები რო არის და აქედან გამომდინარე ოღონდ ჩვენ დასავლეთს ამას ამბობს თეორიულად ვინმე ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან გვჭირდება თქვენგან წინააღმდეგობის გაწევა იმისთვის რომ მე ჩავერთოთ არა საომარ მოქმედებებში არამედ სწორედაც რომ დიპლომატიურ ხაზზე და რუსეთი დავახევინოთ უკან როგორც დაიხია რუსეთმა 2008 წელს მიუხედავად იმისა რომ ოკუპაცია მოახდინა მაგრამ ეს ტერიტორიების დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში მას ოკუპირებული ისედაც ჰქონდა მეთქიგან არ წაიღოს სხვა ტერიტორიები მაგრამ რუსეთი ასეა დიახ სამწუხაროდ ეს არის ჩვენი ჯვარი და ჩვენი გზა და ჩვენი აღმართი და ჩვენი დამოუკიდებლობის ფასით უნებავთ ასე ვიტყვი, რომ რუსეთი მტაცებელი სახელმწიფოა, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი როგორც ერთიანი სივრცე დაირღვა, ერთიანი ქვეყანა, ერთიანი იმპერია დაინგრა, მოილყა და სამწუხაროდ მაშინ 90-იანი წლების დასაწყისში არავინ არ ჩააჭყლით და ტარაკანებით არ გასცეს საბჭოთა კავშირი და მისი სპეცსამსახურები, განსაკუთრებით KGB, TFSB, FSB და GRU და სხვა სპეცსამსახურები და ეს იყო ასაკურველი დასავლეთის შეცდომა, ანუ მერკელია და ობამა იადაში გადავარდნა და კარგი იქნებოდა რომ ეს ყველაფერი იმ თავითვე ჯერ კიდევ მაშინ დასრულებულიყო რუსეთის მადა მერე არ მოძლიერებულ აღდგენილიყო რომ მერე უკვე ის უბედურებები არ დაეტრიალებინა რა უბედურებების დაატრიალა მანთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში აი თეორიულად შეიძლება ეს არის ნათქვამი ბრიუსელში კვლავ ვიმეორებ უაღრესად დიპლომატიურად უაღრესად ფრთხილად იმიტომ რომ ამათ არც არავინ არ ენდობოდა არასოდეს არავინ არ დაელაპარაკებოდა ამათ ანუ ამ ბანდიტებს და ყველა ვიცოდით და იმათმაც იცოდნენ ცხადია რომ ესენი ბანდიტები არიან ასე ღიად მესიჯებით მათ შორის იმიტომ რომ ესენი ხო იწერენ უმრავლეს შემთხვევაში კი არა ნებისმიერ პატარა დიალოგსაც კი რესტორანში გამართულ დიალოგსაც კი კაფეში გამართულ დიალოგსაც კი იწერენ და არც ერთი პირი რომელიც ამათ სერიოზულ პირებზე ვლაპარაკობ რომელიც ამათ ხდება არ ხდება ისეც აი მოდი ესეც უნდა ვთქვათ არ ხდება გარკვეული ტრეინინგი ალბათ არასდროს თქვა ინსტრუქტაჟის სპეცსამსახურების ინსტრუქტაჟის ჩატარების და მიღების გარეშე იმიტომ რომ ამათ არ ენდობიან ეს არ არის ორი ნორმალური სახელმწიფოს ლიდერთა შეხვედრა ეს თუ სახელდახელო არ არის ცხადია ეს არის როცა აი რაღაცა დელეგაცია ჩამოდის აი ურსულა ჩამოდის მაგალითად ლაპარაკობ ხო ან მერკელი რომ იყო ჩამოსული ბუნებრივია მერკელის რომელსაც მეორე თუ მესამე ვახსენებ მას მისი დაცვა მისი სპეცსამსახურები ელაპარაკდნენ იმაზე რომ გარდა იმისა რომ დიპლომატიური ეტიკეტი არსებობს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჰქონდა მას კონსულტაციები და ასე შემდეგ რა ჩარჩოებში უნდა ემოძრავა კანცლერს იმჟამინდელ კანცლერს გერმანიისა ასევე უსაფრთხოების სამსახურები ელაპარაკდნენ იმაზეც რომ არ წასცდელო და მოგამოცდილეს კი დასაძრახ და საკრიტიკო მაგრამ მოგამოცდილეს პირს რომელიც ისედაც არ წასცდებოდა არაფერი ამათთან როგორ არ უნდა ელაპარაკა იმიტომ რომ ესენი რუსები არიანო ამას ეთყობდნენ გერმანიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები რომლებიც ინსტრუქტაჟი არასწორი სიტყვა რჩევა ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა ამ შემთხვევაში რომელიც უნდა მოვიშველიოთ მოკლედ არავინ ამათ მსგავს რამეს არ ეთყოდა თუმცა პაპუაშვილი რუსი აქ იგითხარით ამბობს ამას და თუ რამ არის ნათქვამი ამ სიტყვას დაუბრუნდები არის გაუწევთ თუ არა წინააღმდეგობას იქნებით თუ არა რეზისტენტულები უბრძანებთ თუ არა თქვენს ჯარს რომ 4 დღე 5 დღე როგორც 2008-ში 6 დღე როგორღაც შეინარჩუნოთ ვითარება როგორღაც არ ჩამოიშალოს თბილისი თუ თქვენ ნებდებით და პირდაპირ ანირიბად აფრიალებთ რუსულ დროშას ამბობთ რომ კაპიტულაცია მოხდა
საქართველოსი და ასე შემდეგ დასავლეთი ვერ ასდიდებით, ვერანაირად ვერ დაგეხმარებათ. ამათმა აკითხარით ესეც თუ მოხდა, ტრანსფორმირება გააკეთეს ამ სიტყვისა, თქვენს რომ რომში გვეპატიჟებოდნენო და ტყუილია, არსებითი ტყუილია, ომში ვერავინ ვერ დაპატიჟებს საქართველოს და არც დაპატიჟებს, იმიტომ რომ არავის არ უნდა მარცხიანი ქვეყნის ნახვა რუსეთის დამარცხებული ქვეყნის ნახვა რუსეთის საზღვრებთან და საქართველოს დამარცხებას არ უნდა, იმიტომ რომ რუსეთის გამარჯვება არ უნდა დაფიქსირდეს, რომ რუსეთმა სადმე გაიმარჯვა, ეს რომ ასე ზდომოდა დასავლეთს, უკრაინას არ დაეხმარებოდა, უკრაინა უკვე დიდი ხნის წინ მიტოვებული და რუსულ სივრცეში ჩამპალი, ჩაჩეხილი იქნებოდა და რაღაცა ეს თქვი და რაღაცა იმის თქმა ის ვალდებულებაც მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე უაღრესად ადეკვატურ თამაშს თამაშობს ტრამპის ადმინისტრაციას გულისხმობ. აქ ლაპარაკია უკლებლივ ყველა ლიდერზე მიაქციეთ ყოველდღიურად მე 40-ზე ვამბობ, რომ ვიტკოფი ოდნავზე მეტად ჩაჩოჩებულია, ოდნავზე მეტად ამოწეულია ახლა გენერალი კიტკელოგი, JD Vance-იც კი, რომელიც მაინც და მაინც დიდი მილიტარისტი არ ყოფილა ძალიან ადეკვატურ და უკრაინისთვის სასარგებლო და საჭირო განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტ ტრამპზე რომ აღარაფერი თქვა, რუბიოზე რომ აღარაფერი თქვა, ხსენებულ კიტკელოგზე რომ აღარაფერი თქვა, სენატორებზე რომ აღარაფერი თქვა და ასე შემდეგ. მოკლედ შეერთებული შტატები როგორც იქნა დადგა ის მომენტი, ღმერთო ჩემო, პირჯვარი გადავიწეროთ, შეერთებული შტატები უაღრესად ადეკვატურია მოცემულ ეტაპზე, ამიტომაც არ შეიძლებოდა მე საკუთარ თავის მიმართაც ვარ კრიტიკული, რომ წაგწდენოდა სიტყვა ანტიტრამპისტული, იმიტომ რომ ეს გადაგვეზრდებოდა ანტიამერიკანიზმში, როგორც წესი და ანტიამერიკანიზმი კი ზოგადად ცუდია, მით უფრო ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ესოდეს სჭირდებათ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და ეს ამ ურთიერთობის გარეშე ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს? შეერთებული შტატები არის უაღრესად ადეკვატურ ფორმაში, ასე ვიტყვი, და დასცინის ერთის მხრივ პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ პუტინს და ომის ზღვარზეა 50-50-ზეაო გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების წერენ ამას, ევროპასა და რუსეთს შორის ომიო სულ სადმე წავა რუსეთი, ეხლა ნუ არ დამახატინებთ თქვენ, გენაცვალეთ მე, ეს არის სუვალკის დერეფანეზე გაჭრა იმ რაღაც დერეფნის პატარა მონაკვეთისა და იქ თუ გაჭრა და კალინინგრადის ოლქისკენ კალინინგრადის ოლქთან სახმელეთო კავშირი დაამყარა, ამ შემთხვევაში გადაირევა პირდაპირ მნიშვნელობით არა მხოლოდ ლიეტუვა, ხო ეს გასაგებია, მაგრამ ლიეტუვა რას გახდება თუ პოლონეთი არ გადაირია და პოლონეთი რას გახდება თუ გერმანია არ გადაირია და მოკლედ ამბები იქნება. საფრანგეთიც კი ამბობს იმას, რომ გუშინ უნდა მოვემზადოთ ზმნა, ნახეთ როგორ დროშია ჩასმული თუ წარმოდგენილი, რომ გუშინ უნდა მომზადებულიყავით კი არა, გუშინ უნდა მოვემზადოთ, გუშინ უნდა ვყოფილიყავით, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, მზად თუ გამართული ქართულით ვიტყვით, აი ამ მდგომარეობაშია მსოფლიო. შეერთებული შტატები უკვე ამბობს, რომ ევროპას ცხადია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დაიცავს, უკრაინაზე აღარაფერი ვილაპარაკობ, ტომოჰავკების მიწოდებაზეა ხალხო ლაპარაკი და რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანაზე 800, 1200 კილომეტრზე ამერიკული იარაღით, თორე უკრაინული ფლამინგოებით რომ აფეთქდება რუსეთის სიღრმე ან ურალს იქით ცალკეული ობიექტები, ეს ისედაც ცხადია. მოსკოვზე დარტყმაზეა ლაპარაკი, სტრატეგიული ობიექტების სრულ განადგურებაზეა, 20% დაახლოებით განადგურებულია, საწვავის მოკლედ ამბებია და აი ამ პროცესში ნახეთ რას ამბობს კაცი, რომელსაც მე გულახდილად გეტყვით, მაინც და მაინც აღფრთოვანებული მისი მინისტრობით, მე რასაკვირველი არა ვარ, ეს არის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ეს არის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი, რომელიც ამბობს შემდეგ სიტყვას, არ გამექცა, კარგია, ხალხი, რომელიც რეალურად იმსახურებს მშვიდობას, ქართველები, რომლებიც იმსახურებენ რეალურად მშვიდობას, არის ის ხალხი, ვინც მზადაა ომისთვის მშვიდობის დასაცავად, მე მესმის, რომ ბევრი თქვენგანი ახლა მეტყვის, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანს აქვს ამ განცხადების გაკეთების უფლება, შესაძლებლობა, იმიტომ რომ ვება ამერიკა და უძლიერესიაო, მაგრამ აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე ერთ ქვეყანაზე, აქ არის ლაპარაკი ზოგადად ხალხზე, ცხადია, ექსეთი გულისხმობს ამერიკელებს.
მაგრამ ეს უნივერსალური ფრაზა არის ყველასთვის უნივერსალური, ქართველებისთვისაც და არა მხოლოდ ქართველებისთვის. ხალხი, რომელიც რეალურად იმსახურებს მშვიდობას, არის ის, ვინც მზადაა ომისთვის, მშვიდობის და ომისთვის, მშვიდობის დასაცავად. და მოდი თუ გნებავთ ეს სიტყვა რაღაც გზაფრავს ტრამვირებულებს 2008 წლის შედეგებიდან, მე გეტყვით, ვინც მე შევწვრი, ვინც მზადაა წინააღმდეგობისათვის, მშვიდობის დასაცავად, მომიტევებს თავდაცვის დივანი, რომ ესე შევცვალე მისი სიტყვა. შეერთებული შტატების სამხედრო მაღალ ჩინოსნებს, მათ შორის ასობით გენერალს ვირჯინიის შტატში სამხედრო ბაზაზე მიმართა ომის დეპარტამენტის მდივანმა, გიბოდიშებთ თავდაცვის დივანი თქვი და ახლა გადაკეთებული ომის დეპარტამენტი ქვია პიტ ჰექსეტმა და ნახეთ რას ამბობს ის დასასრულ ამით დავამთავროთ. ერთი რაღაცა კიდე მქონდა სარქმელი და იმასაც ვიტყვი ბარემ. თამაშებისთვის დრო აღარ რჩება, ომისთვის მზად უნდა ვიყოთ, არა იმიტომ რომ ომი გვინდა, არამედ იმიტომ რომ გვიყვარს მშვიდობა. დიახ, ეს არის ჰექსეტის სიტყვა. გარწმუნებთ რომ არც ერთი აქცენტი, არც ერთი მახვილი ჰექსეტს, რომელზეც მე აგიგითხარით რომ განსაკუთრებული აზრის არა ვარ და მასზე უკეთესი თავდაცვის დივნები რამდენი ჰყოლია შეერთებულ შტატებს, რასაკვირველია ასეა, მაგრამ მაინც არც ერთი სიტყვა არ წასცდენია თავდაცვის კი არა უკაცრავად ომის დეპარტამენტის მდივანს, ომის მდივანს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სტამპა გადაარქვა სახელი იცით თქვენ თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის უწყებას და არ წასცდენია პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმების ძირითადი აქცენტებისზე, ყურადღების გამახვილების გარეშე. დიახ, ეს შემუშავებული ერთობლივი მესიჯებია. ჩვენ ან ვართ ომში? არა, მე გიბოდიშებთ. უკაცრავად, ეხლა რომ არ შემომივარდეთ ტროლბოტები, რომლებსაც ძირითადად სუნი აგდით ხოლმე, ბევრი სიტყვისა გამო და თუმცა მე მესმის თქვენი იმ მიზეზის გამო, რომ ტრამვირებულები ვართ 2008 წლის გამო, რომელშიც სხვათა შორის საქართველო არ დამარცხებულა, მაგრამ ოკეი, ეხლა ამ თეორიაში უღარ შემიყვანს და უღარ გაგაჯავრებთ თქვენ მე და მე თქვენაც მეც არ გაგაჯავრებთ თქვენ. მოკლედ, შევცვლი სიტყვას და ვიტყვი, თამაშებისთვის დრო აღარ არის, წინააღმდეგობისთვის მზად უნდა ვიყოთ. ნახეთ როგორ შევცვალე, არა იმიტომ რომ წინააღმდეგობა გვინდა, თუმცა ის აუცილებელია, არამედ იმიტომ რომ გვიყვარს სწორედაც რომ მშვიდობა. ამას ან გავისიგრძე განებთ, ან არა და ერთი ამბავიც ხო, ბოდიშვიხტი არის ესეთი უკრაინის შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი, რომელიც ამბობს უკრაინა იპოვის შესაძლებლობებსა და შეიარაღებას რუსეთის წინააღმდეგ დარტყმისათვის, რომლებიც მოსკოვში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას გამოიწვევენ. ვაგლახ, რომ ეს ვაგლახ არა, სწორედაც რომ ეს არის სიმართლე და ჩვენ კიდევ ბევრ კვანძის გახსნას თუ ბევრი კვანძის გახსნას შევესწრებით, მოვესწრებით და არც ისე შორს არის დრო, როდესაც რუსეთის სათავეში არ იქნება შლეგი პუტინი და ერთი დეტალიც, ერთი ამბავიც ბარემ ვიტყვი თქვენის ნებართვით, ეს არის ამბავი ჩემი მეგობრისა, ეკატერინე კოტრიკაძისა, დოჟდის ქართველ ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს და მას ბრალად ედება რუსეთის არმიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და უცხოელი აგენტების ვალდებულებების შეუსრულებლობა, ანუ რა კანონის მიიღო რუსეთმა თავის დროზე, ანუ ინო აგენტების შესახებ. ამ ორ კანონს რუსეთში ყველაზე ხშირად იყენებენ მათ დასაშლელად, ვინც რეჟიმს არ ეთანხმება და ღიად აკრიტიკებს. მე მივესალმები პირველ ყოვლისა რუსული, ქართული რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, პირებს, რომლებიც საპატიმროში არიან და პრაქტიკულად ყოველ კვირაში ერთხელ ჩვენ ახალი სინდისის პატიმარი ჩნდება ჩვენს საპატიმროებში, საქართველოს საპატიმროებში დაჭერილი დინარაძეებისა და კობახიძეებისა და გელაძეებისა და ამ მრუსიძეების მიერ ბრალდადებულები ან ბრალწაყენებულები. დიახ, ეს მე გაგიკვირდებათ და უცნაურ სიტყვას ვიტყვი, ეს არის საპატიოა, თქვენ ხართ გამორჩეული ხალხი, რომ ამ რეჟიმმა სწორედ თქვენზე მოიტანა იერიში და თქვენზე გაამახვილა ყურადღება, ბევრს არ აქვს ის პატივი, ასე ვიტყვი, ქართველი ხალხისაგან, რომ ითვლებოდეს ასე რეჟიმის პირდაპირ მსხვერპლად და მე მადლობას გიხდით
თქვენი თავდადებისათვის და გაუტეხელობისათვის. ასევე მადლობას უხდი ეკატერინე კოტრიკაძეს, ჩემს მეგობარს, რომელსაც ASE მიაწეპეს ჯერ აგენტის იარნიყი, შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს მისი და ასე შემდეგ, მოკლედ რაც შეეხება არმიაზე დეზინფორმაციის გავრცელებას, რუსეთის აგრესიული ომის გაკრიტიკება უკრაინაში ამ კანონის ფარგლებს ქვეშ ისჯება, ორივე მათგანი საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს. ვინ იცის, რომ თუ ეს ბანდა ხელისუფლება დარჩა, რომელიღაც ეტაპზე არ შემოიღებს კანონს, ამგვარს რომ მეინსტრიმ მედიაში თუ არა მეინსტრიმ მედიაში, სოციალურ ქსელში თუ არა სოციალურ ქსელში, იქნება დასჯადი გახადოს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის პუტინის კრიტიკა. ეს არაოფიციალურად ისედაც ესეა, სამთავრობო ნებისმიერი უწყება ვერც კი ბედავს რუსეთის ხსენებასაც. Ки, რაც შეეხება ეკატერინე კოტრიკაძეს, Катя, я с уважением и поддерживаю тебя, огромное тебе спасибо, и Грузия, конечно же, одержит победу, как и Украина, конечно же, одержит победу над кощунственной империей России, над российской кощунственной империей Сакартвело, рассаკვირველია უკრაინის არ იყოს, გაიმარჯვებს ამ ჯოჯოხეთური რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნახვამდის.